შემდეგი თემა მონაცემების დაფილტრა. მოცემული გვაქვს ცხრილი, მის დასაფილტრად უნდა მოვნიშნოთ და შევდივართ data ჩანართის ფილტრ მზანებაში და ავირჩიოთ ავტოფილტრ. შესაბამისად ვხედავთ, რომ სათაურებს გაუჩნდათ პატარა სამკუთხედები, რომლებიც წარმოადგენს ფილტრაციის ღილაკებს. მაგალითად, მასზე დაჭერით გამოჩნდება თუ რა კრიტერიუმის მიხედვით გვინდა დაფილტრა. მაგალითად, გვინდა გამოვაჩინოთ მარტო ფირმა ერთები, ანუ მხოლოდ ფირმა ერთზე გვაინტერესებს ინფორმაცია. ეს განსაკუთრებით კარგია, როდესაც ბევრი მონაცემები გვაქვს და ყველაფერს ერთად მოუყრის თავს. მაგალითად, თქვა დავირჩიოთ ფირმა 4 გვინდა. ფირმა 4-ებს გვაჩვენებს. ან ყველა დავაბრუნებთ ისევ შემოსავალზე გვინდა top 10 შემოსავალი, დაგვიტოვა მხოლოდ ის 10, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი შემოსავალი. გარდა ასეთი ფილტრისა, ასევე კალკში გვაქვს სტანდარტ ფილტრი. უნდა მოვნიშნოთ ამისათვის ჩვენი ცხრილი. შევიდეთ კვლავ data ჩანართში, ფილტრ და ავირჩიოთ სტანდარტ ფილტრ. გამოდის სტანდარტ ფილტრის დიალოგური ფანჯარა, რომელშიც მოცემულია ველის სახელი, condition, ანუ პირობა და მნიშვნელობა. მაგალითად გავაკეთოთ, რომ გვინდა გამოჩნდეს სახელი იყოს დასახელება უდრის აქვე ჩამოვშლით და მარტივად თუ არ გვახსოვს რა მონაცემები გვაქვს, უკვე წერია რომ გვაქვს ფირმა 1, ფირმა 2, ფირმა 3 და ფირმა 4. დასახელება იყოს ფირმა 1, ან კვლავ დასახელება იყოს ფირმა 3. ოკეი, და შედეგად გამოგვიჩინა მხოლოდ ფირმა 1 და ფირმა 3. შემდეგ თუ ფილტრაციის მოხსნა გვინდა, ისევე data ფილტრში შევდივართ და remove filter. სტანდარტ ფილტრი. თქვა შემოსავალი დავწეროთ მეტია 12000-ზე და დასახელება უდრის ფირმა 1-ს. ოკეი. ფირმა 1-ში გვქონდა თუ გავიხსენებთ წინა მაგალითს 4 მნიშვნელობა, მაგრამ დანარჩენში 12000-ზე ნაკლები იყო შემოსავალი, ამიტომ ის აღარ გამოაჩნდა და დატოვა მხოლოდ 12000-ზე მეტი შემოსავლის მქონე ფირმა. ასევე სტანდარტ ფილტრში გარდა ამისა თქვა დავირჩიოთ მოგება, გვაქვს კიდე სხვადასხვა პირობები. უდრის მოგება რაღაც მნიშვნელობას, ნაკლებია, მეტია, ნაკლებია, ტოლი, მეტია, ტოლი, მეტია, ნაკლები, რაღაცაზე დიდი, პატარა, პროცენტულად დიდი და პატარა, contains, ანუ რაღაცას ვადარებთ, არატოლი, begin with, ანუ იწყებოდეს ამით, არ იწყებოდეს, მთავრდებოდეს და არ მთავრდებოდეს. მაგალითად დავირჩიოთ მოგება, სადაც მეტია თქვათ 5000-ზე. ოკეი. ასეთი ძალიან ბევრი ყოფილა. დავირჩიოთ მოგება უსტა 8000-ზე დიდი. სტანდარტ ფილტრი დასახელება ავირჩიოთ
უდრის ფირმა 1-ს კიდევ დასახელება უდრის ფირმა 2-ს და მოგება მეტია 8000-ზე. ესე იგი, ფირმა 1 და ფირმა 2 ორივეს მონაცემები გვაქვს და შემდეგი კრიტერიუმი გვქონდა, რომ მოგება მეტი ყოფილიყო 8000-ზე. ამიტომ 8000-ზე მეტიანიც გამოგვიჩინა და 8000-ზე ნაკლებიც, რადგან ეს შემდეგი პრიორიტეტი იყო, პირველი იყო, რომ ფირმა 1 და ფირმა 2 გვეჩვენებია.